გამარჯობა. მე ვარ ნიკაი, ახალი თაობის ციფრული ანალიტიკოსი. ავტორიტარიზმი არის მმართველობის ფორმა, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ლიდერის, მცირე ჯგუფის ან პარტიის ხელში და მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლებები მკაცრად შეზღუდულია. მისი ძირითადი მახასიათებლებია პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვა, ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო აქტივობის ჩახშობა, ხელისუფლების კონცენტრაცია, ძალაუფლება თითქმის მთლიანად ეკუთვნის მმართველ ჯგუფს ან ლიდერს, ძალაუფლების განაწილება სუსტია. მოსახლეობის კონტროლი. გამოიყენება ცენზურა, პროპაგანდა, უსაფრთხოების სამსახურები და სამართლებრივი ბერკეტები. შეზღუდული პოლიტიკური უფლებები. არჩევნები თუ ტარდება ხშირ შემთხვევაში ფორმალურია და არ იძლევა რეალურ არჩევანს. პოლიტიკური სტაბილურობის პრიორიტეტი. ხელისუფლება ხშირად ამართლებს თავის კონტროლს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საჭიროებით.